Dirpaso begorben მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ნინო ჯანგირაშვილი. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. მოგესალმებით ნინო, ძალიან დიდი მადლობა. დიდი ხანია ჩემთან ყოფის ხასიათად და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედი, იმიტომ რომ ხო, ვიცი რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ხშირად იკავებდი ხოლმე მოსვლას. ჩვენც ხანდახან იუმორისტულ გადაცემად აღარ ვართ ხოლმე. ხან უფრო მძიმე თემებზეც. არ გამოგვივა, მე მგონი დღესაც თლათ იუმორისტული გადაცემა. ხო, რა ვიცი, ბევრი თემა გვაქვს საინტერესო, ცოტა კომიკურიც, ცოტა ისეთი, ცოტა ესეთი, მაგრამ მოდი მაინც უფრო ცოტა აქტუალურიც დავიწყოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო გადაწყვიტა გიორგი ბაჩიაშვილმა რომ წითელ ხიდთან ესეირნა? ანუ რა შეკითხვა ვერ გავიგე, არიცი რომ ეგ ადგილი არის 2025 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებში სოფლიოში. მან ჩადის ხალხი ხო და ვერ გაუძლობა ჩიაშვილმაც თუნებას და ჩავიდა სანახავად. ხო, მოუვიდა მერე. მაგრამ სერიოზულად როგორ ფიქრობ? მართლა მოღოთ. სერიოზულად რა უნდა ვიფიქრო, ეხა კაცი მოიტაცეს და ჩამოიყვანეს და თან ქართული სუსი მაგის გამკაჩავი არ იყო. ხო. და ალბათ რუსები დაეხმარნენ იქ ადგილზე. შესაძლებელია. აბუ-დაბიში, რა ვიცი, რატო არ არის შესაძლებელი, აქ ზიანო ოფისები აქვთ აქ უკვე რუსებს FSB-ს და ხო. კობახიძეს ესე ქოქავენ ხოლმე ყოველდღე. ადრე დისტანციურზე ყავდათ და მე არ ვიცი რა მოხდა. და ქოქავენ. ეს მე ლაპარაკობს. ასე რომ აქ არიან მოკლედ და ნუ აბუ-დაბიშიც არიან ხა ბუნებრივია, სავსეა იქავრობა რუსებიც და იქიდან მოდი და გაიგე ხა. ეს ხო ვინ FSB-ა და ვინ ტურისტი და ვინ ბიზნესი. ხო სკანდალია. სკანდალია, აბა რა არის, იმიტომ რომ ეგ ქვეყანა პოზიციონირებს ისე რომ ჩვენთან მოდით, თუ რამე ძალიან სერიოზული არ არის და ხო თქვა ტერორიზმში არ არის ვიღაცა ბრალდებული, არ გასცემენ ეგენი და ოფიციალურად არც გაუციათ. მაგრამ ხა ვინ დაიჯერებს რომ მართლა რაღაცა ტურისტული destination-ი არის ეს კორიდორი და ბაჩიაშვილი დასეირნობდა. ამიტომ ეს გაირკვევა, ხა არაფერი არ იმალება მსოფლიოში 21 საუკუნეა და ეს კოცებს გონიათ რომ რაღაცები იმალება, ანის დაიმალება რომ აქ ხა FSB რო ზის და რომ ესე ქოქავენ ამათ ყოველ ბრიფინგის წინ ცივილიზებულ სამყაროში უკვე საყოველთაოდ ცნობილია რომ კოცებთან საქმის დაჭერა არ ღირს. ხო. იმიტომ რომ ან გადაგაგდებენ მე რაღაცა ისე ჩარში გაგხვენ და ისე ტალახში ამოგანგლავენ რომ აი შეიძლება ვეღარ გაიწმინდო. მე მგონი შალმიშელი დღემდე ფსიქოლოგთან დადის. 20 მე ყველა ზამთარ ჩამოკავშირის ერთში რო იყო ფიზიკურად გამოვიფიქრე. ხო და ეთქვა ემირატებში ეს რა არიციან, არიცოდნენ და ეხა გაიგებენ რომ ამათთან რამე საქმის დაჭერა ანიშნავს აი იმ ხელა ტალახში გორაობას რომ ფსიქოლოგებთან ივლიან მე იქაური შეიხები კაი ხანი ასე მგონია. მაგრამ იცი არის ხო ამათაც აქვს ახლა ხო სულ ამბობ ხოლმე პატარ-პატარა სიხარულები ეს ბოლო იყო ყაველაშვილს წერილი გამოუგზავნა ტრამპმა. ახლა ეს ხო არსად არ დასტურდება რაღაც აი თითქოს არ დასტურდება და თან დასტურდება ანუ შენი გადმოსახედიდან მაგ რა მოხდა? არ ვიცი, მართლა გითხრათ მე ვერ დავიჩემებ, ხა მე ნახევრად ხუმრობით ჩემი ვერსია მაქვს, რომ თან 27-ში მოვიდა, 26-ში არა. და ამ დროს რუბიოს განცხადება 26-ში თავის დროზე, თავის ადგილზე იდო, ანუ საელჩოს გვერდზე იდო. ხო? თარიღიც დაემთხვა ყველაფერი და ეს 27-ში მოვიდა და თან ისე დროს დადო საზმაუმ, რომ აშკარად აი ვაშინგტონში თენდებოდა რა და ვიღაცა ეთქვა წინაცვლაში ვინც იყო იმან იცოდა რომ არ უნდა გამოეგზავნა და 27-ში მივიდა ვიღაცა და მან ხო რაღაც ალბათ პროგრამაა, იმიტომ რომ ხო 200 ქვეყანაა და ყველას თავის დამოუკიდებლობის დღე აქვს უმეტესობას და რაღაცა ღირსშესანიშნავი თარიღები და არის ეგეთი კალენდარი რა რომ ამოგიგდებს და კომპიუტერი აგდებს თავის. აგდებს ხო, ნუ ვიღაცა არის ამაზე მიმაგრებული და აგდებს და ეთქვა ვიღაცამ რომ შეხედა ვაიმე 26 უნდა გაგზავნილიყო და ეს რატო არ არის გაგზავნილი და ეთქვა არც არავის არ უთხრა.
რომ ვაიმე არ მოხდეს და დააჭერა დასხო ინტერესზე გამოუშვა პირველი შაბლონი რა შეფთა გამოუშვა იმიტომ რომ ერთი საღამო ქონდათ ეს სიხარული სანამ მეორე დღეს არ გაირკვა რომ ისევ დაძაბულობა გვაქვს Deep State-თან. ამერიკას ყველა Deep State-თან. ხო და ესეც რო ვთქვათ, რომ აი ხა დანიგანიც ეგრევე აპირებდა ბიზნესის შესვლას, არავისთან სხვასთან, ხო? ეგრევე. მაგრამ რატო არ შეხვდა ისე? თქვენი აზრით, აი. აი მე არ ვიცი. რატო აი მიზეზი რა არის? არ ვიცი, იცი რა არის ხა შეიძლება ხანდახან რაღაც რო ამბობ ვიღაცას ძალიან გაზვიადებულ ვერსიათ ეჩვენება, მაგრამ ჩემი აზრით ივანიშვილს აღარ აქვს ხა იმის თავისუფლება, რომ თვითონ გადაწყვიტოს ვის შეხვდება და ვის არა. ანუ ეგრე მე მგონი მაგის ფულზე ტირილი მარტო ჩვენ კი არ ამოგვივიდა ყელში. პუტინსაც ყელში ამოუვიდა. პუტინს სულ არ აინტერესებს ხა ბიზნეს მილიონები რა. უკრაინაში რომ ომი დაიწყო და სანქციებს წყმუტუნებდნენ მთელი მაგის მილიარდები. მილიარდელები და რა ვიცი მე დამლაგებლის ფულს ვერ იხდიდნენ და ამას მიადგნენ და აი რა კარგი რა და იმან თქო საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი ფული მე მაქვს ჩემი გეგმა და კისერი გიტეხიათ და ივანიშვილზეც ახლა ჩათვალა პუტინმა რომ ამან ახლა სანქციების შიში შეიძლება დასავლეთს რაღაცა დაუთმოს და აიყვანა მკაცრ კონტროლზე და იქ ყობახიძეც უკვე პირდაპირ აყვანილი ყავს FSP-ს და მოკლედ ესეთი ამბავია რა აღარ აქვს ივანიშვილს იმის თავისუფლება რომ თვითონ გადაწყვიტოს ვის შეხვდება ვის არა და რას დათმობს და რას არა ეგ მაგას აღარ კითხავენ უკვე იცი რა უნდა კითხო საპროტესტო აქციებს რა თქმა უნდა ვიღებ მონაწილეობას აქტიურად და გვარად დავდივარ მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ მე პირადად აი როგორ ფიქრობ როგორ ყოველთვის არის რაღაცა სიახლე საპროტესტო აქციებში ხო ძალიან კრეატიული ახალგაზრდები ყოფს მინდა გითხრა და როგორ შეიძლება უკვე აი მომავალი აი განვითარება აი ამ აქციების აი რაღაცანაირად როგორ ხედავ შენ თუ იმ სცენარით წავედით რასაც ყობახიძე და რუსები გვიმზადებენ მან უკვე არ ვიცი რა მოგვიწევს ალბათ ვისაც რა შეგვიძლია და ხელში რა მოგხვდება იმით უნდა გამოვარდეთ მაგრამ მანამდე არის მშვიდობიანი პროტესტის ბევრი ფორმა რომელიც რა ვიცი ჩვენ მე მგონი რა ვიცი 90%-იც არ 10%-იც არ გამოგვიყენებია რა იმ ფორმების რაც არსებობს მათ შორის ბოიკოტირება თუნდაც ქოცური ბიზნესების, მათ შორის, რა ვიცი, დისკომფორტის შექმნა ქოცებისთვის, სხვადასხვა გზით, ქოცური ბიზნესების ბოიკოტისთვის, მაინც ახლა პროტესტის უარში და ისეც უნდა უცხადებდეთ წესით ბოიკოტს. თუნდაც სამშენებლო ბიზნესი, რა ვიცი, ხა ფასები, ხო? აი რაღაცას ხო უნდა ეფუძნებოდეს საერთოდ ფას წარმოქმნა. საერთოდ მე ვარ მომხრე თავისუფალი ბაზრის და ეს ბაზრის უხილავი ხელის. რომელიც თვითონ ალაგებს რა მოკლედ ყველაფერს, მაგრამ აი საქართველოს ბაზრის უხილავი ხელი ცოტა გაჩტერდა და ჩვენთან ეგეც გაჩტერდა და ამიტომ რაღაცა უცნაური ბაზრის უხილავი ხელი ყავს და აი არ ვიცი რატო უნდა ღირდეს თბილისის ცენტრში, ვინა იგივე რაც ვაშინგტონის ცენტრში, ან ბრიუსელის ცენტრში, ან რომის ცენტრში ვერაფრით ვერ ხვდები, იმიტომ რომ ეგ მაგარია. არ ვიცი, აი რაღაცა თვითღირებულები ხო რაღაცისგან შედგება რა. ხო, ფასებთან არის წარმოქმნა ვიცით ხო როგორ არის და ვერ ვიგებ ვერ ვიგებ, აი ვერანაირი ეკონომიკური თეორია ვერ მეხმარება, ან რაღაც ბიზნეს თეორია. ამ ფას წარმოქმნა ახსნაში, აი გეუბნებ ჩემმა მეგობარმა, გლდანში ბინა გაყიდა და ესპანეთში ბინა იყიდა. მართლა ოღონდ. რა თქმა უნდა, არა მადრიდში და არა ბარსელონაში, მაგრამ ნორმალ ძალიან კარგ ქალაქში. ხო, და ფულის დარჩებოდა. დარჩა. ცოტა ხანი იარსებობს, იმის ფული დარჩებოდა. ხო და აი რას ეფუძნება ეს ფასები არ ვიცი. წარმოუდგენელია ხშირად წერენ ხოლმე სოციალურ ქსელებშიც ემიგრანტები, რომ აი საქართველოში რომ შეხვალ სუპერმარკეტში დაუშვათ 20 ევროს ეკვივალენტი ფულით. რა ვიცი, 2 ჩიპსით და 3 იოგურტით გამოხვალ და 20 ევროთი რომ შეხვალ ევროპაში გამოდიხარ დიდი პარკით და მოგაკ ნახევარი სუპერმარკეტი, ხო? იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. მე რა არის ისე მე ძალიან მიკვირს ერთი ესეთი ამოუხსნელი რაღაც მაქვს რა ვერ ამოუხსენი საქართველოში რძე ყველაზე ძვირი რატო ხერს ხო, აი ეგ თემა მე მაწუხებს დიდი ხანი და მართლა ხო სოფლიოში ყველაზე იაფი და საქართველოში ყველაზე ძვირი. ანუ არის ეგეთი საიტი ნუმბეო, რომელზეც ადარებ რა, სადრა რა ღირს და ვეძებე მართლა და სულ რამდენიმე ქალაქი ვიპოვე სოფლიოში, რომ სადაც რძე იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე თბილისში. ერთ-ერთი მონაკოა მათ შორის.
მონაკოში არის ერთადერთი სადაც არა ერთადერთი არ კიდე რამდენიმე ქალაქია მოკლედ რა და ვერავთ რა მოხსენი და მე ვეცადე რომ მეკითხა ვიღაცებისთვის რა და ეგო ძალიან რთული ამბავიაო და თავი გამანებეო რამდენიმე მითხრა რა და მეც გავანებე თავი ხა სურცეზე ხო არ ფიქრობა რა ეს რაღაცა თემები წამომიფრეს ხოლმე თავში და მე ხა ყველაფერს ხო ვერ მივყვები ძიებით და ეხ გავიგეთ რატო არის ყველაზე ძვირი და თავს კლინტია თავს კლინტიას გვასმევი და ქოცური ბიზნესი ყოფილა ანუ იმიტომ რომ მარტო პაპაშვილის ძროხა იწველება საქართველოში მიდაკითხა აი ეს არის ქოცური ბიზნესი და წესით ჩვენ ძალიან დიდი ბერკეტები გვაქვს რომ მათი ბიზნესები ცოტა შევაწუხოთ კი ბატონო კიდე რა არის იცი ერთი თემა რასაც უყურებ აი პროპაგანდას თუ ადევნებ თვალყურს რა როგორ არა არა მხოლოდ ქართულს არამედ რუსულს რუსული რეალურად რუსული პროპაგანდა ნუ ფეხსით გავს მე ჩვენთან ჩვეულებრივად გადმოდის ავტომატურად მოდის რა და რა არის შენთვის გამორჩეული ისეთი პროპაგანდა რომელიც ესეთ მუდმივად ესე თავში გიტრიალებს რა იცი როგორია ხალხი ჭამს ამას მე დრო რა თქმა უნდა შეზღუდული მაქვს მაგრამ სულ ვცდილობ რომ ვუყურო მათ შორის რუსულ არხებსაც და ну ესეთ გამორჩეული პროპაგანდისტები მყავს ვისაც ვაკონტროლებ მე არის სპეციალური საიტებსაც არის ეს ნაკრებია პროპაგანდისტული განცხადებების და რაღაცა რამდენიმე თვის დაგვიანებით მოდის ხოლმე აქ იქ რომ რაღაცას დაიჩაუშვებენ მე აქ მოდის ხოლმე ну ძალიან ღიად დაიწყო ეს ომის მერე თორე მანამდეც იყო ხო რომ რაღაცა დასავლეთი გვიყვნიის და ეს ვასაძე რომ დაჭენაობდა ქუჩაში ანუ მანამდეც იყო ეგეთი რაღაცა ველურებდა ეს ალტინფოები და ეგენი მაგრამ აი რასაც ქვია ეს მწყობრი მუდმივი თანმიმდევრული უკრაინაში ომის მერე დაიწყო ხო და იქ რომ რაღაცა ნუ deep state-ი ხო ნუ იქიდან ეს სუფთა რუსული ამბავია რამდენ კაი ხნის წინ მოვისმინე იმაზე რა ქვია მარგარიტა სიმონიანი და პუტინი ლაპარაკობდნენ ამ ოქროს მილიარდზე რა ოქროს მილიარდი რა არის ეგეთ თეორია ხო და მაშინვე შევისწავლე ეს მეთქი რა არის ოქროს მილიარდი ანუ თეორია მდგომარეობს იმაში რომ დედამიწაზე ბედნიერი ჯანმრთელი და კარგად უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ მილიარდი ადამიანი და დანარჩენი უნდა განადგურდეს ან მონები უნდა იყვნენ რა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ გვებრძვის რუსეთს და მონებათ უნდათ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი რესურსები წაიღოთ ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ვიცინე მე მარგარიტა სიმონიანმაც ილაპარაკა ამ ოქროს მილიარდზე ოღონდ მაშინ ერთი კითხვა გამიჩნდა რომ კი მაგრამ აი ამ მილიარდს ამ დანარჩენი 7 მილიარდის დახოცვა რომ უნდა კაცო და თანამშრომელი კორპორაციები არიან ხაც ეს რა ბიზნეს გათვლაა რომ თუ ამოწყვიტე მთელი მომყარებელი რაღა უნდა აკეთო მე ხო ერთმანეთში უნდა ივარდო ანუ რეალურად ეგ შიშის დათესვაა ხო შიშის დათესვაა და პუტინი ხო ამით ტერორებს თავის ხალხს რომ აი თემ სოფლიოს უნდა რომ ჩვენ ამოგვწყვიტოს და ისინი ხო დიდოვალოდია და ის ქალები მომწოს ქალები რა პასუხი ხო ქალები ცოტა მოხუცი ქალები პროინას ეჭუბებია მოკლედ ველოდებოდი აქ როდის ახსენებდნენ ამას და ჯერჯერობით სხვათა შორის მაღალ ჩინოსნებს არ უხსენებიათ ქართული ოცნების მაგრამ აი რაღაცა ის საკრებულოს წევრმა და ეგეთებმა დაიწყეს ამ ოქროს მილიარდის თეორიის გავრცელება უკვე რომ შიში გააჩინონ სულ დასაფრული უნდა იყოს სულ შეშინებ დილის გათენების უნდა გეშინოდეს ან deep state-ის უნდა გეშინოდეს ან რა ვიცი მე გლობალური ომის პარტიის ან კაცხოვები კაცებს ხო ან რა ვიცი მე კაცებს ახლა მე მაგით ვიძინებ და ან ვინმე არ მაიძულოს რომ ცოლი მოვიყვანო მე ამასაში რა ვიცი მე იქნებ deep state-მა მაიძულოს რომ ცოლი მოვიყვანო კაცო ახლა ზე ამაღლებას ხო აიძულა deep state-მა რომ დაერტყა იმისთვის დაერტყა ბიჭი რო არის წითელი ლოყიანი იცით რა უნდა კითხოთ ალბათ თქვენც ადევნებთ თვალყურს წულუკიანის კომისიას კი როგორ არა ხო და ნუ აი თქვენი საყვარელი გამოსვლა რომელი იყო იმიტომ იქ ყველა განსაკუთრებულად კარგია ყველა განსაკუთრებული ხო და ნუ ეს იმედის მე ქარდები იდება ნუ აი მიდის 1000 რაღაცებს ყვებიან რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ესე იგი ნუ უდაოდ გრეჩიხა წულუკიანი ხო ძალიან სანდომიანი და გულისხმიერია ყველასთან ვინც იქ მიდის ნუ გახარიას გარდა მაგრამ იქაც ცოტა სიტყვი იქაც იყო მაგრამ ნუ მაინც უფრო ბისხანე იყო და ნუ აი დადნა გრეჩიხაზე დადნა და უთხრა რომ აი მე რა საყვარლად ყვიროდი ნიშა მოვდივარო რომ რეალებდა ქუჩაში რა მაგარი იყო და ანუ ყველაფერი მოწონდა რასაც გრეჩიხა აკეთებდა და მე ძალიან მომეწონა
შეგვიძლია მივიდეთ ცესკოს დიდი ფიცრები მივაჭედოთ და ჩაკუჭით მივიდეთ გვაქვს. იმას გააკეთა წინა. კი ბატონო, რა ვიცი, შეგვიძლია პოლიციის სამმართველოს ხობეს გადავევლოთ. გადავძრეთ. როგორც პატარა გრეჩი ხამ გააკეთა, მასაც გაუერთიანეს თავპირი, მაგრამ ჩვენ მე მგონი ახლა ცოცხლები ვერ გამოვალ საერთოდ იქიდან. რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია რა. საქმეები გადავკეტოთ საერთოდ თბილისიდან, რა ვიცი, სკამსარად გბევინებენ დასაჯდომად აქციის მონაწილეებს წარმოიდგინე ეხლა. და ის თურმე მოწონდა. ხო, ის კარგად ის. თულუკე სითბო ეღრებოდა პირიდან, თვალებიდან ანათებდა სითბოს და ეგრეთ ჩაყვებოდა ლიცენზიას არ მაძლევდნენ. ლიცენზიას კი არა. არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრებაზე შევიტანე 15 მაისს. ხო. განაცხადი რეესში. მეორე დღეს უნდა ყოფილიყო. ხო. მას მე მაისის ბოლოა და კიდე არ არის. და რო ვეუბნები რომ არც ხარვეზია დადგენილი არა უბრალოდ არ არის ნუ არ არის რა არ არეგისტრირებენ უბრალოდ და გრეჩი ყოს ლიცენზიას რო არ აძლევდნენ როცა მართლა შეზღუდული იყო ლიცენზიების სიხშირეები მაშინ ბოლოსკენ მინდა კავკასიაზეც კითხო როგორ არის საქმე შეც გაჭირებულ დღეში ხართ ვიცი ტელევიზია ჩვენს ყველანი ტელევიზია ძამძიმე ოპოზიციური არხებზე მაქვს საუბარი როგორ ხართ რამდენი თანამშრომელი გყავს დაგჭა როგორ არის ეს ნუ საერთოდ ბოლო წლების ერთ კატასტროფა საერთოდ არ ვიცი მე ჩემთ ვერ ხვდები რომ უნდა დავხურო ვერი გეყოლა დროს უნდა დახურო აი დღეს ხوار დავხურო ტელევიზია ეგრე წესით საქართველოს და ქვეყანაში რომ აიჩებებ რომ დამოუკიდებელი მედია უნდა მქონდეს ცოტა ვერ ახარ და წეს დიდი ხის უნდა მიხუტარიყავი რომ დამეხურა მაგრამ მაინც აზარტია აბა დღევანდელი დღეს იქნება გადავაგო აბა დეტაროდემდე გავქაჩავ და მე ჩემთ ვერ ხვდები მოკლედ რომ უნდა დავხურო რა ვიცი დახურო დავიხურო უბრალოდ აი რამდენი ყობახიძე და მდინარაძის დიქტატურამ რომ დამყუროს ცოტა მიტყდებ ხო ეგრეა კი ხო და ნუ რა ვიცი ვძლებთ რა დამლაგებელიც ვარ მემონტაჟეც ვარ წამყვანიც ვარ ხო რა კიდე რაღაცებს ვაკეთებ იქა და თანამშრომლების რაოდენობა გვაქვს ძალიან ცოტა და ნუ შემცირდა დროთა განმავლობაში ყველა ტელევიზიაში ეგრე მოხდა ცხოველების რაოდენობა გაგვეზარდა. ანუ ცხოველები უფრო მეტი ყავს. ცხოველები ჯერჯერობით უფრო მეტი არ ყავს, მაგრამ მალე გვეყოლებენ. კაკუცა როგორ აყავთ კაკუცა? კაკუცა კარგად არის, მაგრამ კაკუცას მე იმდენი შემოგვისახლდა. ანუ ბევრი ყავს გარეთ. იცი რა არის, მოდიან გაიგე, რაღაც უმაში გაბაზრდა რომ ჩვენთან საჭმელი იღება. აჭმევი. კატებისთვის და ძაღლებისთვის და ამას წინათ ორი შემოგვისახლდა კატა და ქალები. წინ დაანგრიეს რესტორანი და ეთყობა იქ ცხოვრობდნენ სახურავში ან სადმე და ისე შემოსახდნენ რომ შევდივარ რაღაც ოთახში და ხედავ რომ იქ ჩასახლებულია და მაინც ვეცადე რომ მოდი გავიტყუო იქნებ გარეთ დაუდებ ხოლმე საჭმელს რაღაც არაფრით არ გავიდა ეს ორნი ხო რას გავა ხო ანუ ახლა ვერ გავაგდებ ცხოველს და ნუ მე თავისი სტერილიზაციები წამლებით ყველაფრით ეხლა არ გადიან ცოცხალი თავით ეთყობა ეშინიათ რომ გავიდნენ ვეღარ შემოვლე და არ გადიან ხო და ნუ ესე მემატებიან ხოლმე რა ძაღლები ძაღლი შეფარებული ყავს ორი. ხო. აქედან ერთი არის ძამძიმე შემთხვევა მეორეზე ეჭვიანობს და მოკლედ დიდი ამბები გვაქვს რა და ერთი ხო და ეს ერთთან ძალიან აფერისტია. ხო, რატო? იმიტომ რომ ერთი მეც ისე შემომეტენა. ანუ ვერ წარმომიდგენ ძალიან მეშინია პასუხისგებლობის აღების რა და ეხლა თან უკვე გაზრდილი ახლა კამეჩივით ძაღლი და ვერ მოყვები ისე აფერისტულად შემომეტენა დიდია ძალიან. აფერისტობა რაში გამოიხატება? აფერისტია, ჩვეულებრივი აფერისტია და ეხლა რასაკეთებს იცი, ჩვენ კაი ხანია ჩვენთან ცხოვრობს უკვე 4 წელია მე მგონი 4 წელი ხდება და დადის ხოლმე რა უბანში და რაღაცა გასუქდა რა და მე ვკითხე ნუ ექიმს გავიარე კონსულტაცია რამდენი გრამი უნდა ვაჭამო და ნუ წონი ამას ყველაფერს და ისე დღეში ორჯერ ამდენი გრამი და მაინც უკდება და მე რომ გავდივარ ხოლმე იქვე რაღაც ან მაღაზია ან რაღაც საცხობი ან აფთიაქი რაღაცა და ეს დაყვება თანამშრომლებს წინ და უკან და მეც მომყვება ხოლმე და რაღაც რიტუალი გვაქვს რომ იქ ჰოთ-დოგს ვიდულობ ხოლმე და ვეპატიჟები და აი მე ვიღაც ბიჭმა დაინახა და რო ჰოთ-დოგი ვაჭა და გაუხარ და აუ რა კაიაო თქვენ საჭმევთო ამ ძაღლსო და ხო რავი მეთხარი და ესო ჩემი ძაღლია მე ვაჭმევ ხოლმე ყოველ დღე
შენი ძაღლი. ჩვენთან არის. ხო, არა, მე რო არ ვიყო შიმშილით მოგდა, ოკეი, გავჩუმდი, შემეცოდი, მომერიდა იმ ბიჭთან რომ მეთქვა რომ აფერისტი. მე ერთხელ გავედით მე ცუგის ვეძახით, იმიტომ რომ სახელების მოფიქრებით დავიღალეთ უკვე და მე და ცუგი მივწერდით და ვიღაც კაცმა აი ბოლო ხაჭაპურის ნარჩენი ქონდა და გამოიღო პირიდან ამას და რა შვებით მე ვთქვი არ არის მშიერი სხვა ძაღლს აჭამ არაო რას ამბობო მე ვაჭმევო ამ ძაღლსო ჩემი ძაღლია ჩემი ძაღლი მე ვიღაც კაცი ეს თუგი მომყვება და კიდე ვიღაც კაცი ისიქ ჩამომჭდარია და აი მე რა მეშველებო იმანაც რაღაცა დაუგდო ეგრევე საჭმელი და რა მეშველებო აქ მუშაობდიო მე რაღაცა იმაზე და ეხლა მივდივარ და რა ეშველებო ამ ძაღლსო მე ვაჭმევი ანუ ვეცები შემოილი და დიდი უბანში მარტო მე ვიცნობ ერთი 6 მაგის პატრონს მე თავიდან მეუბნებოდი რომ არა კაცო ჩვენ ვაჭმევთ ამ ძაღლს არ შეწუხდეთ რა და მე მომერიდა ხალხი ისეთი გრძნობ არ ვიცი რა სახით უყურებს რა შეუბნება ყველა ამას აჭმევთ ბოლოს უნდა ჩამოვკიდო აქ რომ არა ჭამოთ აფერისტია რაღაცა აფერისტი ძაღლი ძალიან გასუქებულია ანუ გაგისუქდა მაგრამ ვერ მივხვდი შენი საჭმელი რანაირ გასუქდა ვერ მივხვდი იმიტომ რომ დოზებით უყრიდი 200 გრამი დინი 250 გრამი დინი 250 გრამი დიეტური და უბანში ყავს ერთი 10 პატრონი რა 10 პატრონი გაგინე მოსუქდა შენც ახლა შენ რაციონი არ დაურღვიო რაც აქ ყოველ იმაზე აჭამე არ მოაკლო ისინი ხალხი გასაგებია რომ აჭმევენ მაგრამ ხო ნუ სწორი კვება თუ აქ ეგ მაინტერესებს საშინელ ცომები კაცო რა უნდა აჭამონ უბანი სახაჭაპურაში ვიღაცა რომ ხაჭაპურს იყიდეს იმას აჭმევს ჭამს მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ნინო ბოლოსკენ მაინც შენი შეფასება ალბათ პოზიტიური გექნება ჩვენი მომავლის იმიტომ რომ გაქვს მაინც ესეთი შორსჭუეტელი ესეთი ხედვები და პოზიტიური დასასრულით გვინდა რომ დავასრულოთ დღევანდელი ჩვენ გადაცემა არ ვიცი აი როგორ დავასრულო პოზიტიური ერთი ზუსტად ვიცი რომ რა ვიცი ხა კობახიძის ხელში რანაირად უნდა ამოხდეს სული ამ ქვეყანას და ივანიშვილის ხელში იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს და იდეალური ქვეყანა გვაქვს მართლა რა ვიცი ამდენ საუკუნეს გაუძელით ამდენ რამეს გაუძელით და ცოტა უხერხულია რომ ეხა ივანიშვილის და კობახიძის ხელში აღმოხდეს სული ამიტომ ვერ უშვებ ამას რა ვერ უშვებ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება ცარილის სიტყვები არ უნდა მოვინდომოთ რომ კარგად იყოს და ხო ლოგიკურად ხალხმა უნდა მოინდომოს საქართველოს უნდათ რომ წაიღონ ესე ხურჯინით რუსეთში და ჯობია თვითონ გაუშვათ ეგენი ხურჯინით რუსეთში კი ბატონო მართალი ხარ მადლობა გეთახმებით სრულიად ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნიო ჯანგირაშვილი იყო ჩვენი გაცემის გვარი მადლობა გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.